ისევ არაბული ინვესტიციას მინდა რომ შევეხო და მარტივად მიგახვედრებთ იმ ადამიანებს, რამხელა შეურაცხყოფას გვაყენებენ და რამხელა ღალატია ჩადებული ამ აქტში, რომლებიც ჯერ კიდევ ან ვერ ხვდებით, ან კიდევ თანახმახართ, რომ ეს ეგრეთ წოდებული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, არაბული კომპანია შემოდის ქვეყანაში 6 მილიარდზე მეტი ეგრეთ წოდებული ინვესტიციით. და ამ კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა თბილისის და არა მარტო თბილისის მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ წერტილში იქირავოს, იყიდოს და უბრალოდ რაღაცა დროებით საკუთრებაში ჰქონდეს ოფისი, რომლიდანაც ისინი თავიანთ საქმიანობას წარმართავენ. მაგრამ ნახეთ რას აკეთებენ. თბილისში რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის შენობაში იქირავეს ფართი და ჯერ კიდევ საკითხავია იქირავეს, ხომ არ მიყიდეს. ანუ დავუშვათ, კაი, იქირავეს ფართი იმ რუსთაველის თეატრში, რომელიც უდიდესი ისტორიის მომსწრეა. წარმოიდგინეთ, იქ რამდენი სპექტაკლია დადგმული, როგორი ბუმბერაზი მსახიობები იდგნენ, როგორი თეატრი იდგმებოდა და მოკლედ, რამხელა ისტორიას ატარებს აი ეს შენობა და იმ კედლებში რამდენ რაღაცას გამოუვლია. ეს პირველი უდიდესი შეურაცხყოფა, რომ მეტი ადგილი ვერ ნახეს საქართველოს გასაყიდად და საყიდლად, არაბულმა და ქართულმა აი ამ ხარემ. მეორე ის, რომ ხელშეკრულება, რომელიც იდება თუ დაიდო, არავინ არ აჩვენებს ამას საზოგადოებას საჯაროდ, თუ რაზეა შეთანხმება, რა პირობებია გაფორმებული და როდესაც საზოგადოება მიკითხა, ხელი რაზეა მოწერილი თუ რაზე უნდა მოეწეროს, ქართული ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხანინდრავა, რომელიც 90-იან წლებში ხალხის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ეროვნულ ხელისუფლებას ამხობდა და რაღაცა ვიდეოებს აყალბებდა და ევროპაში და ამერიკაში აგზავნიდა, რომ თითქოს ზვიადის მომხრეები ეროვნებით ოსებს აწამებდნენ და იქ პირიქით იყო სიტუაცია, ოსები აწამებდნენ ქართველებს და ამას ასაღებდა ზვიადის დასაკნინებლად და ზვიადის სახელის გასატეხად საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. აი ეს პიროვნება ზის ერთ-ერთ ტელევიზიაში და საუბრობს იმაზე, რომ რა ჩვენი საქმეა თურმე საქართველოს მოქალაქეების რა ხელშეკრულება დაიდება და რომ აშენდება თურმე მერე ვნახავთ რა არის გაკეთებული. და თურმე ამ ადამიანის მხრიდან წამოსული ლანძღვა, რომ აქეთ მხარეზე ბნელები ვდგავართ და ინვესტიციას ვეწინააღმდეგებით, აი ახლა ამ კოლექტიურ გოგა ხაინდრავებს ვეკითხები მე. ინვესტიცია რა არის? ამ 6 მილიარდში მანახეთ, სად შენდება ფაბრიკა ქარხნები, სადაც ქართველები დასაქმდებიან. მანახეთ, რა შეღავათი ექნება გარემოს. უფრო უარესი, ტყე გაიჩეხება, იქ გაშენდება რაღაცა კორპუსები, ქართველები იცხოვრებენ, არაბები თუ აფრიკელები, ამას ეს უკვე სხვა სასაუბრო თემაა, რასაკვირველია, არაბი, პაკისტანელი, ინდოელი, ჩინელი და კიდევ რუსები და 1000 ჩამოთესლილი უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ ფული იმათ აქვს და ქართველები უბრალოდ მოსამსახურეები ვიქნებით, ტაქსისტები, კურიერები, სასტუმროების და რესტორნების მოსამსახურე პერსონალი და ისინი იგულავებენ აქ. და წარმოიდგინეთ რა, ანუ ეს კორპუსი რომ აშენდება, იმას რა სარგებელი ექნება? ინვესტიცია სად არის აქ? ანუ რა ხდება ვერ ხვდები მე ვერ ხვდები და თქვენ ხვდებით, რამე გაუგებარია ამ ყველაფერში და გაგება გჭირდება, იქნებ უკეთესად აგვიხსნა და დაგვანახოთ. აი ამ ეგრეთ წოდებული ინვესტიციის სიკეთეები. როგორ კაცო, ქარხანა არ შენდება, ფაბრიკა არ შენდება, ქართულ შეიარაღებაში ფული არ შემოდის. ვაშლისა და ატმის ბაღები არ გაშენდება. აბა რა გაკეთდება ვერ გავიგე. თანამედროვე რაღაცა ტექნოლოგიები არ შემოდის. ანუ ჩვეულებრივად შენდება იქ კორპუსები, რაც მანამდე შენდებოდა კახაკალაძის მერობის პირობებში, რომ თბილისი დაბეტონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, აი ეს რაღაცა ახალი ქალაქი რომ აშენდება, თბილისს რა მოუღვა. დარწმუნებულები იყავით, რომ თბილისი დაპაუზდება, აქ მანქანებით ვეღარავინ ვეღარ ივლის და 1 კვადრატული მეტრი იმაში კორპუსში რომ შეიძინოთ ბინა 5-დან 10,000 დოლარამდე თუ ევრომდე უნდა ღირდეს. აი ვინ უნდა შეიძინოს, ახლა მითხარით. გამოითვალეთ ახლა ასე საშუალოდ 40-35 კვადრატი მინიმუმ, საშუალოდ არა, მინიმუმ აი ამ კვადრატულ ფარგლებში და რამდენი 1000 დოლარზე თუ ევროზე ავა და მე დაფიქრდით, ქართველებისთვის კეთდება, არაბებისთვის კეთდება, ივანიშვილისთვის კეთდება თუ გოგა ხაინდრავასნაირი ნაძიღლებისთვის კეთდება. და ამ ყველაფერს რომ ინვესტიციის სახელით გვასაღებთ, ეს არის პირველ რიგში შეურაცხყოფა, ეს არის ღალატი ქვეყნის და იმას რომ ამბობს ეს ხაინდრავა, რომ თურმე 300-400 წელიწადი არაბები და თურქი ვიღაცა ტარუღა იყო თბილისში და მთელს აჭარაში თურმე და 300 წელიწადი ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს ტერიტორიებს და რომ არაფერი ცუდი არ მომხდარა ამ ყველაფრით. წარმოიდგინეთ, ისტორიის გაყალბება მიდის. სულ რომ არაფერი, აი შედეგი გამოიღო
მაგ ყველაფერმა, მაგ ბატონობამ და საქართველოს დააპყრობამ, რომ გოგა ხაინდრავასნაირი არაქართველები გაიზარდნენ და წარმოიქმნენ და ამისთან ადამიანები დღესაც წამლავენ ჩვენ საზოგადოებას.